არა მოიცა მე ხო შენც თავ ვაიმე ყველა ლაივში ვარ გოგოებო ბიჩებო რა ვიცი ყველა ბელა გელი 1000 ადამიანი გვიყურე ვა ნეტა რატო აბა გოგოებო იქნე მივხვდეთ ხედავთ მეგობრებო ყველა მუზეების ლაივიდან ჩემთან გადმოდით აბა გაჩერდი ახლა შენ ახლა კაროჩე ეხა მოდი მე ვარ ძალიან კარგ ხასიათზე რა ვაუ როგორ ხარ ჯავახი მიყვარხარ მეგობრებო 1000 კაცი რო ალბათ რაღაც მინდა რომ შეგატყობინოთ რა აი მუზეების ლაივში მადევს რაღაცა საშინელი ფილტრი რომელიცაც გავარ ძალიან რომელშიც გავარ რაღაცა უბედურებას ამიტომ პროტესტს ვაცხადებ მუზეების ლაივში გამოჩენაზე მაგრამ მაინც აი ესე ძალადობით და იარაღებით მაძალებენ რომ ლაივში გამოჩნდე მეგობრებო ესე არ შეიძლება კარგია ამ წამშავთე 650 კაცი რა აი მეგობრებო ძალიან კარგი ინფორმაცია უნდა შეგატყობინოთ 1000 კაცზე რო ავალთ ამიტომ ყველა ვიაქტიუროთ მუზეები იარაღს მადებენ ძალადობენ ჩემზე რომ იცოდეთ ამიტომ აი უყურეთ აი ნახეთ აი ესე ძალადობაში ვარ მთელი დღე მთელ დროშას მივცემ წითელ დროშის მემუქრებიან იარაღს მადებენ შუბლზე და უნდათ რომ ესროლონ ესეთი რაღაცები არ შეიძლება იმიტომ რომ მე ვარ ძალადობის მსხვერპლი ვინმე გამარჯობა მეგობრებო მე ვარ ნიკოლოზ ჯავახიშვილი დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ 1000 კაცი ავედით კარგი ახლა შეგატყობინეთ მე მინდა რომ ხიარული ფონდი ძალიან კარგია 1000 კაცი გვიყურებს კარგი ფონდო გააგზავნა და მოვა ბონდეს მოუსმენთ ესე იგი მეგობრებო მოგესალმებით ორი ლაივი მაქვს ერთად ჩართული ერთი ჩემი ერთი ჯავახასი კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ფანტასტიკურ ადგილას ესე იგი რატო ვამბობთ ეხლა და რატო გამოვიდა რა ვერ გაჩერდა ჯავახა შენი ტელეფონი მოუთვინერებელია ისე გაჩერდა ესე იგი მოგიხსენებათ მე ვარ ბონდო მამულაძე ხულოდან ესე იგი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ლაივია თქვენი აქტიურობა არის საჭირო მოგიხსენებათ დღეს ლელუ ჩვენი ფანტასტიკური ადამიანი გყავს აუთსაიდერი და თქვენი აქტიურობა ფიქრობ რომ ახსნა განმარტება არ უნდა თუ რატომ უნდა მიცეთ ვაიმები და ყველაფერი წაიქცა ხმა ორივეს ანუ ლელოზე მაქვს საუბარი იმიტომ რომ აი გულებს გიგზავნი გულები რავი დიდი სიყვარულები ესე რომ მეგობრებო არ დაგავიწყდეთ დღეს აუცილებლად იაქტიურებთ მესენჯერში არის უფასო ზარის განხორციელება ჩვენს ოფიციალურ გვერდზე ჰაუსზე უნდა გადახვიდეთ და მონიშნოთ უნდა დაწოთ get started უნდა მიწეროთ და ავტომატურად გამოგეგზავნებათ სამი აუთსაიდერის ინფორმაცია და უნდა მონიშნოთ რა თქმა უნდა ლელუ 333 იმიტომ რომ თუ გინდათ რეალიტი შოუ ჰაუსის რეალური ფაქტებით ნახოთ და დააკვირდეთ თუ რეალურად სამართალმა იზეიმოს ამიტომ ფიქრობ რომ ლელუ ამ პროექტში ჭირდება იმიტომ რომ ჩვენ მონაწილეებსაც ჩვენს თამაშსაც და ჩვენს აკოპნოს ვაზრი ქონდეს ფიქრობ რომ ლელუს გარეშე ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება კი არა მე მაგალითად პროექტზე ძალიან დიდი წარმოდგენას შემეცვლება რა ამას მოპირდაპირ მაგრამ ვინაიდან რადგანაც მე ვიცი რატომაც მოვიდი ამ პროექტში და ვიცი რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია და ეს პროექტი შეიქმნა რეალიტი შოუ ანუ რეალობასთან დაფუძნებული და არანაირი ფანტაზიორობა ამიტომ ვიცი რომ ჯერა რომ ზუსტად თქვენ ვინც ახლა იმყოფებით აქ თქვენ წყვიტავთ ჩვენ სიტუაციას თქვენ წყვიტავთ გადაწყვეტილებას ხონებულად თუ ვინ უნდა დარჩეს დღევანდელ აუთსაიდერების სკამიდან ასე რომ ცოტა მართლა ნერვიულობ, არ ვიცი ასეთი ნერვიულებდი. დავდადოთ იქით პირადი სიმპათიები, მართლა თუ რამე ამ პერიოდში ჩვენ სიმართლე გვითქვამს ლელუს კომენტარების დახმარებით, ბევრი პრობლემა მოგვიგوارებდა და სწორად დაუნახეთ მაყურებელს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანია ამ პროექტისთვის. ლელუ პროექტს ჭირდება. და მე მჯერა რომ დღეს ლელუ გახდება SMS ლიდერი დამსახურებულად. აბსოლუტურად დამსახურებულად, იმიტომ რომ პროექტს ჭირდება ლელუ. მონაწილეებს ჭირდება ლელუ. ლელუს სტრატეგიას რაც გულისხმობ, რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს, რომ რეალიტი შოუში ფიქრობ ერთმანეთს უკეთესად უნდა იყოს. და არ უნდა იყოს ბულინგი, არ უნდა იყოს შეურაცხყოფა ადამიანის ისდენი რაღაცა შევაწო მიაყენოს და ლელუს მხრიდან ერთ პასუხს არ ნახავთ ისეც
სადაც ის იგივე ბოროტებით უპასუხებენ, როგორც მაგალითად მას მიაყენეს შეუწყობა და სხვა რო ყოფილიყო დარწმუნებული ვარ მის ადგილას შეიძლება ძალიან ცუდი რეაქცია ქონდა იმის შესახებ თუ რამდენად ცუდად მოიხსენ გოგოების და ბატონი ლორენსოს ბატონს რატო ვახსენებ არ ვიცი მაგრამ ნუ ზრდილობის ფორმაში რა ხოდა მე ვფიქრობ დღევანდელი ლაივი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ლაივის დროს ძალიან ხშირ ჩაერთეთ გამოგზავნეთ SMS-ები ტელეფონის მოკლედ აი კომენტარებში მიწერენ ბატონმა ბონდომ ლაივი მაქვს ჩართული ისეთი რაღაცები უნდა ვთქვა ლორენცოზე რომ იმოქმედოს და პროექტი დავატოვებინო მართალია ბატონო ბონდო არა როგორც ყოველთვის ყავს ადამიანები ვისაც შეიძლება ისეთი კომენტარი გაიკეთონ რაც არ არის სიმაში ცნობილი ხარ იმით კადრები რო დავდო შენ ცნობილი ხარ იმით რომ სხვის მოტანილ ჭორზე შეგიძლია ააგო ინფორმაცია მოგესალმებით ყველას ლორენცოს თანკილო თუ ადამიანებო არა თუ ადამიანებო what ადამიანი რომელიც ჩვეულებრივად ცდილობთ ლორენცოს თანკილო თუ ადამიანი ჩვეულებრივად არის ხოთი ჭორიგანა ადამიანები რომელიც რაღაცას მიზეზია იმისთვის საჭირო რომ მე ჭიანჭველიდან გააკეთოს სპილო იმიტომ რომ ეგ ადამიანი ხო ჩვეულებრივ ფეიკია მანაც თვითონაც არ იცის რა ანუ რეალური არა იმიტომ რომ რეალური ადამიანი ვაშკაცები კაცები ესე არ იქცევიან რა ვიღაცის გამომულ ჭორებზე რაღაცებს ილუზიებს არ ქმნიან და თითოეულ სიტყვაში რაც თუ რამე მithქვამს ყოველთვის ამიღია პასუხისმგებლობა და ბოლომდე უბრალოდ სამწუხაროდ აქ უმრავლესობას არა აქვს იმის ფაქტის, იმის საშუალებას, იმის სიტუაციას, რომ რასაც მე ბრალს მდებენ, ქალის და ვაჟიც, რომ მე თურმე კაც მოზულე და ქალ მოზულე ვარ, ამის ფაქტები რეალურად არ არსებობს, უბრალოდ დაჭრილი მიჭრილი ვიდეო მასალიდან უნდათ რომ ჩემი რეპუტაცია შევახონდა. დღეს და გუშინ შეიძლება ვიღაცებს გამოვიდათ ჩემი გაბრაზება, გაღიზიანება ან ნეგატიური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებაზე, მაგრამ მე იმდენად მჯერა და საკუთარი თავი, საკუთარი ჩემი სიტყვის რა და მე ჩემი სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ და უშეცნობა არაბინ არის და თუ სადმე შეცნობა დავუშვი არც ბოდიშის მოხდა მიჭირს რა ესე რომ ვთქვა პირდაპირ გაგებით და აქედან გამომდინარე ყველა ადამიანს უსურვებ წარმატებას დღევანდელი აუთსაიდერების ლაივი ძალიან მნიშვნელოვანია და ვისურვებ რომ ყველა დამსახურებულად მიიღოს გადაწყვეტილება მაყურებელმა და თქვენ მოგმართავთ რომ ძალიან გთხოვთ დღეს თუ ჩვენ გჭირდება თქვენი დახმარება მოწმებული ვარ ცხოვრება არის ბუმერანგი ხვალ თქვენ დაგჭირდებათ არა მარტო ჩემი არა ლევუსის და სხვა ყველა მონაწილის დახმარება და ასე რომ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება ისევ თქვენთვის ადამიანებს სჭირდება ადამიანები მე მჯერა რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი სიმართლისთვის და მე ამ პროექტში მოვიდი რომ სამართალმა ზეიმნახოს და მე თუ ბონდო მანულაძე არასდროს შეცდომ ნაბიჯს გადავდგან სიტყვას ესე ვიტყვი დაუმსახურებლად ვინმეს გამიზნულად მივაყენებ შევაწყდეს ან ცუდად მოვექცევი არა აქვს მნიშვნელობის ჩემიანი რომ ჩემიანია იმან და მაგებინოს პასუხი იმიტომ რომ მე ამ პროექტში მოვედი რომ თქვა ვინ ვარ მე და ვიცი რომ ყველასთვის სასწაულოა ყველას ვერ შევუყვარდები მაგრამ მინდა ვიყო ერთ-ერთი კარგი ადამიანი დედამიწაზე იმიტომ რომ ღმერთმა მოგვავლინა იმიტომ რომ ადამიანებს უყვარდეს ადამიანები და არა გძულდეს და მე ამ პროექტში არ მოსუვარ იმიტომ რომ ადამიანებს შევაძულო თავი პირიქით თუ არ შევაყვაროთ ბლოთ იცოდეს რომ მე ვარ სამართალთან ახლოს მე არ ქმნი გორისტეაც მე არ ქმნი გორისტეაც გარდანთუშო პირდაპირ თეატრზე კი არ მაქვს საუბარი ანუ ტყუილზე აგებული არასდროს არ ყოფილა და თუ სადმე რამე ყოფილა ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის ყოფილა არგუმენტები ყოველთვის არსებობს ყველაფერზე პასუხი და ლელუსაც შეეხება ვიცი ეხლა კითხულობთ ეხლა საგრემიეროში ემზადება ეხლა მალე ემზადებით რეპეტიცია გექნება გენერალური მარიამიც აქ არის ეხლა ფოტოებს იღებს ემზადება და გვანცაც სადაც აქ უნდა იყოს ნუ ყველა აქ ვართ აბსოლუტურად ჩემო კარგებო რა ამ ყველაფერს გეუბნებით რომ დღევანდელ აუთსაიდერში ლევუზის არასწორად დამსახურებლად და დამერწმუნებით რომ ის ადამიანი ლევუ უნდა დარჩეს პროექტში და მე მჯერა რომ დღეს ის გახდება SMS ლიდერი დამსახურებულად და თქვენ აქტიურობაზე და აქცია ჯავა შენი ფანები არ მოვაწყინე იმედია უღრმესი მადლობა ყველას მოიცა განახებთ ხარ ხდება აქ მოიცა
ლელო გვინდა რომ ფოტოები დავასრულო. ჯავახა მიყვარხარ გულშია. ორი წუთი დაიჭერე ჩემი ლაივი, მოვალ ვიდეოს გადავიდე. აბა, რა ხდება ბიჭებო და გოგოებო, რა ვახართ, აბა? ჩააჭირეთ და ლაიქეთ. ჯავახას ლაივი წავიდა ბოლომდე. ყველამ. გენაცვალეთ. ლაივი 11 საათზეა მეგობრებო. რა ვახართ, აბა? გაშვებით, რა ხდება ახალი და კაი. ყველაფერი ხოა, დეიხი უკან თქვა. ანეშნა ბარა. დარწმუნებული ვარ. მეც მიყვარხართ მეგობრებო ყველა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. აი, ეხა იმედი არ მიხადაობდი. ლაივი მეგობრებო იქნება 11 საათზე. ჰაუსის პირდაპირ ეთერი იქნება. რუსთავი 2-ზე 11 საათზე შეგიძლიათ ნახოთ. მე ძალიან მიყვარხართ. ჩვენო გულშემატკივრებო გენაცვალეთ ყველას. ნიკა ვიდეოს იღებს და მიცემ აუცილებლად ტელეფონს. მადლობა. გენაცვალეთ ყველას. გულს ესე გავაკეთებ გულს. სონერებს ვაკეთებ. კაი ხარ. იამასა. ვა. სიჩუმე! სალმებით. ქუთაის და ადამიანებს გაუმარჯოს. დღეს SMS ლიდერია ლელუ ციკლაური. That's all. всё, გეიგინე. Finish. და დეიხი უკან მაგ თუ ვინმე პროვოკატორია შემო დეიხი უკან გეუბნე. დეიხი უკან. დეიხი უკან თქვა. მიეცით მალელუს ხილა და ყველას მიეცით ლელუს. It's dangerous. I don't know. Super. აუცილებლად. გამართო შენ ტელეფონი. მაგარია. წერენ რამეს ამბობენ. თუ გაგიხარდათ ჩემი დანახვა, შემიძლია ცოტა ხანი ვიყო, სანამ ზურა რაღაც ამბებს აგვარებს, როგორ ხართ? ფოტო ლელუსი და აბა ლელუ მოვა მალე. ეხლა წესრიგდება, მალე შემოგვიერთება, ჩემოკარგებო. გაიხარე. ეს მე ჯავახა მოგისალმებით, მეგონა რომ ზური შეიძლება. არა, ჩემია. ვაიმე, კიდევ ერთხელ მოგისალმებით, შენ გენაცვალე. გაიღიმე ცხოვრება ბედნიერად და ჩააჭირეთ ბოლომდე. გადადით მესენჯერზე. მეგობრებო, მოვედი. ეხლა ნახეთ, ჩვენ ყავს დღეს ჩემი ვიდეო აუცილებლად მომანათეთ. ჩემი ვიდეო აუცილებლად ნახეთ, რაც კი დავდე. ესე იგი ამ ვიდეოში მაქვს საუბარი, რაც ჩვენ ყავს ეხლა აქ სამი აუთსაიდერი, ესენი არიან მარიამი, ლელუ და გვანცა. ეხლა მინდა თქვენ ერთი რაღაც შეგატყობინოთ რა. მინდა დავაფიქსირო აზრი, რომ სამივე გოგოს ვასაპორტებ. სამივე გოგო მინდა რომ ისევ დაბრუნდეს სახლში. ლელუს რაც შეეხება ის არის ძალიან სამართლიანი ადამიანი, სამართლიან აზრებს აფიქსირებს ყოველთვის და გვანცაზე რაც როგორ მინდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა ის მოთამაშეა ძალიან კარგი თავისასაც ეგეც აფიქსირებს როცა დასაფიქსირებელია ეგეც იცავდებს კანს მარიამის შემთხვევაში იცით ჩემი დამოკიდებულება მარიამის მიმართ შეიძლება რაღაცები აერია ადამიანს მაგრამ უშეცდომო ადამიანი მეგობრებო არ არსებობს ამიტომ მოდი არ გვინდა ამდენი ჰეითი მარიამზე, იმიტომ რომ ყველას გვეშლება ცხოვრებაში ერთი ან ორჯერ რა. ხო და კიდევ იმის გამიდოდა რომ არავის არ გვაქვს ვარდებით მოკარგული წარსული. ამიტომ არავის წარსული, ამიტომ არავის კავშირით დაურეკეთ, ხმები მიეცით. იმის მიუხედავად ბოლოს ნუ რა ვიდეოებიც ნახე მარიამის და ლორენცოსი მაინც მინდა რომ ხარი დაუჭიროთ მარიამს ეს იქნება ყველაზე დიდი პატივისცემა ჩემთვის რა ამ შემთხვევაში რა იმიტომ რომ უშეცდომო ადამიანი არ არსებობს იმიტომ რომ რამდენჯერაც მან ჩემზე ცუდად ისაუბრა იმდენი რომ მივედი და დაველაპარაკე იმდენჯერ აღიარა და აღიარება არასდროს არ არის უხერხული მეგობრებო ამიტომ ყველამ
დავუკავშირდეთ ამ ადამიანებს. ყველა მინდა რომ სახში დაბრუნდეს, რა თქმა უნდა. ამიტომ ვიაქტიუროთ და დავუკავშირდეთ. აი 1800 კაცი ვართ. 1800 კაცი ვართ? მეღადავებით? მეგობრებო, 1800-ვე მე ხა თუ არ დამაფოლოვეთ, ხმას აღარ გაგცემ. ეხა თუ გინდათ რომ ლაივზე ბედნიერი ვიყო, 14800 ფოლოვერი მყავს. 15000 ავიდეთ წამებში. აი აქ დააჭირეთ ზუსტად მაკლია 100 ფოლოვერი. მიდით? დავიწყეთ. 14800, 14840, 14820 გვაკლია. 14820 გვაკლია. 14000 არა, მოიცა კაცო, რაღაც ამერია, ვაიმე. დამაფოლოვეთ მეგობრებო. 229 ფოლოვერი მომემატა თქვენ გენაცვალეთ. წავიდეთ 15000 ავიდეთ რომ ლაივი ბედნიერად დავიწყო. ჯერ არ ავსულვარ, ცოტა გვაკლია. კარგით. ამის თქმა მინდოდა თქვენთვის კიდევ მინდა ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ბოლოს რა ვიდეოც დაიდო ჰაუსის გვერდზე მე ნიკოლოზ ჯავახიშვილმა არანაირი ინფორმაცია არ მქონდა იმ გოგოებზე, ვინებიც იყვნენ მოსულები ჩვენთან. მე ვიყვნენ თუ არა, მაგრამ ვიდეოსი ისე ჩანს, რომ თითქოს ყველაფერი და ძალით ვაკეთებდი ამ ყველაფერს. მეგობრებო, მარიამს ეგეთ რაღაცას არ გავუკეთებ არასდროს. მე რომ მცონდა რომ ეგ გოგოები მარიამის მეგობრები იყვნენ, ვაფშე სხვანაირად მოვიქცრავდი. ეხა, ანუ ეს არ გეგონოთ რომ რაღაც თავის მართლება ან რამეს გავს, უბრალოდ ვიდეოში ისე ჩანს, რომ თითქოს მარიამს ვაეჭვიანებ ან რაღაც გავს. არ შემეფერება ეგეთი რაღაცები, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი. და თუ რამეს სათქმელი მაქვს მარიამთან, აუცილებლად პირდაპირ დაუფიქსირებ და მოქმედებით არ დავანახე მაგ ყველაფერს. იმ ვიდეოში ჩანდა ისე, რომ თითქოს მე მას ვაეჭვიანებდი. ასე არაა მეგობრებო. ეს დაიმახსოვრეთ. მე არ ვარ ეგეთი ადამიანი, რომ რაღაცის გამოვაკეთო ყველაფერი. ამიტომ ყველა მოგუშევატკივრეთ ჩვენ სამ აუთსაიდერს. ეს ამბავიც გაიგეთ 1900 კაცს დასკრინეთ და დადეთ ყველგან, იმიტომ რომ ხალხმა არასწორად იცის ინფორმაცია. ანუ ეს ინფორმაცია უნდა გაიტანოთ აქედან ყველამ ვაფშე რა. იმიტომ რომ მე ნიკოლოზ ჯავახიშვილი არ ვისახურებ ისეთ სიტყვებს, რასაც წერენ კომენტარებში რა, რომ აი მარიამს ესეთ რაღაც გაუკეთა, მარიამს ესეთ რაღაც გაუკეთა. არ მქონდა ინფორმაცია არანაირი იმ გოგოებზე. იმიტომ რომ ივენთები რო იგეგმება, ყველანი ძალიან ბევრი მოცეკვავი გოგო მოსულა, რომლებთან ერთადაც მიცეკვია, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ყველასთან ცეკვავს, ყველას ეხუტება. ნუ, რა თქმა უნდა, ეხა ივენთი იყო, მოვიდნენ გოგოები, ხელით მომკიდეს გამომწიეს, ნუ წავიცეკვეთ, რა თქმა უნდა. და რო წავიცეკვეთ, ნუ მე თუნდაც მარიამის მეგობრები ყოფილან ბოლოს გავიგე ეს ყველაფერი და გადაცემაში ისეა ჩასმული, რომ თითქოს მე ვიცოდი ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი რო ვიცოდი მოიცადე გავალ 3%-ზე მაქვს. აქ უნდა ვიყო გავალ. კი, არა, აქ უნდა იყო. აუ, კაი, 3%-ზე მაქვს ტელეფონი და სანამ დაჯდება, მოდი გესაუბრებით რა. ისე იყო ჩასმული ვიდეოში, რომ თითქოს ეს ყველაფერი მე ვიცოდი. მეგობრო, ეს ესე არ არის. მე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა იმ გოგოებზე, თორე ეგეთ რაღაცას არ გავაკეთებდი დამიჯერე. მეგობრებო, Facebook-ზე გავაკეთე 1900 კაცი ვარ. გადადით Facebook-ზე, ჩემი დიდი თხოვნა იქნება. ჰაუსი ჯავახაზე გადადით, სადაც დაგხვდებათ ჩატი, იმ ჩატში მე ყოველთვის აქტიური ვარ, 24 საათი მიდის იქ ყველაფერი, გთხოვთ, ეხლა ჩემი 1800 კაცი ვარ. 3%-ზე მაქვს ტელეფონი, გთხოვთ რომ Facebook ჯგუფში გადახვიდეთ, ჯავახა ჰაუსი, ეს წერია და იქ არის ჩატი, სადაც შეგიძლიათ ჩემთან ერთად განიხილოთ ყველაფერი. ანუ იქ დავწერ ჯანსაღი კრიტიკა, თქვენ თუ რამეს ხედავთ, ეხლა მე თქვენი ხედა ვერ ხედავ ვერაფერს. ანუ მაყურებლის თვალით ვაფშე სხვანაირად ჩანს ყველაფერი. მე მინდა თქვენი დახმარება, იმიტომ რომ ყველა ძალიან მიყვარხართ. მე თუ ჰაუსში რაღაცას ვაკეთებ, მე მინდა რომ დავინახო ეს ყველაფერი მაყურებლის თვალით. ამიტომ ყველამ გადადით Facebook გვერდზე და მირჩიეთ რაღაცები. ანუ მე მჭირდება ეს თქვენგან. მე მჭირდება თქვენგან ეს დახმარება რომ მირჩიოთ. ანუ რაღაცეები ისე რომ ვაკეთებ, თქვენ შეგიძლიათ მითხრათ და ესე გავაკეთო რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც არასწორად ჩანს. ნახე იმ გოგოების ისტორია. ის გოგოები არ მაინტერესებს მართლა. აი, ყურადღებასაც არ მივაქცევ ეგეთ ადამიანებს. ამიტომ Facebook-ზე გადადით, ჰაუსი ჯავახა 2%-ზე მაგ როგორც კი გაიჩება ლაივი, ეგრევე Facebook გვერდზე გადავდივართ. ჰაუსი ჯავახა გადავდივართ.
უღრმესი მადლობა 15000 გაუნწერისთვის 15100 გაუნწერზე ავიდეთ 1800 კაცი ვართ. დავიწყოთ, აი აქ ზევით მიაჭირეთ. სანამ 15100 გაუნწერზე არა მოიღებ ხმას. ბიჭო, რამდენი ფოლოვერია? ღმერთო, მადლობა, საბა მადლობა. ჯავახა გული დამიკეთეო. ტასო მადლობა ფოლოვისთვის. ქეთა მადლობა ფოლოვისთვის. ყველა სახელს ვიტყვი მის დამაფოლოვებს. ნუ მადლობა user 969 მადლობა ფოლოვისთვის. მარიამი გვანახეო. აუ მარი მოდი. ეხლა მე თქვენ განახეთ მარიამს. აი მეგობრებო მარიამი ჩვენთან ერთად. რა აიწიე. როგორ მიცეხმაო მეგობრებო მესენჯერზე გადადით ან დაურეკეთ 0900 093332 მეგობრებო დაურეკეთ მარიამს სჭირდება დახმარება ჩვენ დავეხმარო 1700 კაცს რომ დაგიმეშიზოს რაღაცა იქნება 15100 ავედით მეგობრებო 1%-ზე მაქვს ბოლო სიტყვებით ჩვენი დაუმასიჯეთ ყველა მონაწილეს ვინც ზის და იცოდეთ რომ Facebook-ზე გვაქვს ჯგუფი რომელშიც უნდა გაწევრიანდეთ სადაც ვარ მესენჯერში მეც იმ მესენჯერში იმ ჯგუფში და ჭირდება თქვენი დახმარება უღრმესი მადლობა ყველას რომ ასე მიყურეთ 1900 კაცს ვიხდი უღრმესი მადლობას მართლა რომ ასე გულშემატკივრებთ და გვიყურებთ ამიტომ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ყველაზე დიდი თხოვნა იქნება მეგობრებო რომ დამაფოლოვოთ TikTok-ს ვაფშე აუთსაიდერებთან დაკავშირებით, მარიამთან დაკავშირებით და აუთსაიდერებთან დაკავშირებით. 2000 კაცი ვიყურებს, გამოგაჩენ ახლა. ახლა ვაფშე არ σκაფედო. შევცვალე. საერთოდ საუნდიან ყველაფერი. მე შენი მჯერა. 2000 კაცი ვიყურებს და 1%-ზე მაქვს ტელეფონი. ხო იცი საუნდაკად დამაფოლოვეთ. განდეზე ვარ. 15200 ავიდეთ მალე. Facebook გვერდზე გთხოვთ გადადით და ჩათი ნახეთ. ჰაუსი ჯავახა სახელი აწერია ესე ჰაუსი ჯავახა გაწევრიანდით ჩატში შემოდით და იმ ჩატში ყველა მეტად განვიხილოთ სიტუაციები რა მოხდა როგორ მოხდა მე თქვენთან ერთად ვიქნები ანუ მე ჩატში ვარ მეც მოგწერთ თქვენც მომწერთ გამიზიარეთ ყველაფერი იმიტომ რომ მე მზად ვარ ჯანსაღი კრიტიკა მივიღო თუ რამეს არასწორად ვაკეთებ უნდა მითხრათ და მე თქვენას გავითვალისწინებ იმიტომ რომ თქვენი არსებობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ გთხოვთ ყველა Facebook გვერდზე გადავიდეთ ჰაუს შაბახა და 2000 კაცი რო გადავიდეთ მეგობრებო აი არ ვიცი ჩემზე ბენერი კაცი არ იქნება და კიდე 15000-ზე თუ არ ძალიან 15000 ფოლოვერზე ვარ რა გჭირთ 15000-ზე არ უნდა ვიყო 15200-ზე უნდა ვიყო სასწრაფოდ გელოდები 15200-ზე რო ავალ მე გავიწყებ ლაპარაკს მანამდე კომენტარებს წავიკითხავ 15200 გვინდა მეგობრებო არ დავიტყოთ. რა გადავაზიო? რაც დაი. მეგობრებო, გეხვეწებით ახლა 1700 კაცი ვერ გადადით ჰაუსის TikTok-ზე და ჩემი ვიდეო დაალაიკეთ. 1700-მა კაცმა რომ ისე გავარდეს რომ ყველა ჩახიოს, კაროჩე რა. ყველა რო ჩახიოს ეგრე. ანუ ვანახოთ რა სიძლიერე გაგვაჩია. ყველას ვიდეო ხო დაიდო და ჩვენი ყველაზე მეტად რომ გავარდეს ყველა გადავდივართ ჰაუსის გვერდზე და ვალაიქებთ ჩემი ვიდეოს. თუ გინდათ ამისის დაალაიქეთ. მიდი ამა დატრიალდი, მიდი. აბა ჩაკომშკალები. 15300 არ გავ 15200-ია. მიყვარხარ, აი ყველა მიყვარხარ. რანაირები ხართ ესენი. მესენჯერის ჯგუფში მინდა რომ ყველა შემოხვიდეთ რომ აი ვაფშე ყველას გესაუბროთ რა. საერთო ფოტო დრო აი საერთო ფოტო. ახლა ყველა გადადით და დამიმესიჯეთ და დამირეკეთ და მეგობრებო, წავედი ახლა უღრმესი მადლობა. მესენჯერ ჯგუფში გადმოდით, იმიტომ რომ ყველას აზრი არის გასათვალისწინებელი 1700 კაცმა რომ მირჩიოთ მე რა გავაკეთო, აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ დარწმუნებულები იყავთ. ამიტომ
ამიტომ